მარია კატერინ ლავო ითვლება, რომ დაიბადა 1801 წელს ნიუ-ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ლუიზიანაში. მისი დედა იყო მარგერიტ დარგანტრელი, გათავისუფლებული მონა, ხოლო მამა შარლ ლავოს არალეგიტიმური შვილი. ტრედუ მიწისმზომელი და პოლიტიკოსი, რომელიც ნიუ-ორლეანის მერი გახდა. მისი ორივე მშობელი თავისუფალი ფერისკანიანი იყო, მაგრამ მათი ცხოვრების ზუსტი დეტალები უცნობია, რადგან შემორჩენილი ჩანაწერები ძალიან ცოტაა. ზოგი ამბობს, რომ მარის მამა მდიდარი ბიზნესმენი იყო, რომელსაც პლანტაცია ჰქონდა. სხვა წყაროები კი ამტკიცებენ, რომ ის მაღაზიის მფლობელი იყო. მარი ლავოს ცხოვრების უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია დაუბრუნდეთ მის წინაპრებს. ასევე იმ კულტურების, ტრადიციებისა და რელიგიების ნაზავს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ნიუ-ორლეანზე მისი დაარსების დროიდან. საფრანგეთმა 1682 წელს დააკოლონიზა ტერიტორია, რომელიც მოგვიანებით ლუიზიანას ტერიტორიად გახდა ცნობილი. ამ პერიოდში ბევრი ფრანგი მამაკაცი ქორწინდებოდა ადგილობრივ ქალებზე და ბევრი მათგანი მხოლოდ ამერიკელი აბორიგენების დახმარებით გადარჩა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 1718 წელს, ჟან ბატისტ ლემონიემ დააარსა ქალაქი ლა ნუვო ორლეანი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნახევარმთვარის ქალაქი. 1722 წელს ნიუ-ორლეანი ფრანგული ლუიზიანის დედაქალაქი გახდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ფრანგებს სურდათ მიმდებარე მიწებზე მოსავლის მოყვანა, ქალაქის გაფის გაფართოება და კოლონიის მაქსიმალურად მომგებიანად ქცექცევა. თუმცა მათ ამისთვის საჭირო რესურსები და მუშახელი არ ჰქონდათ. შედეგად, ათასობით დასავლეთ და ცენტრალური აფრიკელი ადამიანი წაიყვანეს საკუთარი მიწებიდან და გადაიყვანეს ნიუ-ორლეანის პორტებში, სადაც ისინი მონებად გაყიდეს. ზუსტად ეს დაემართა ლავოს დიდბებიას 1753 წელს. ის აღმოჩნდა მონობაში უცხო მიწაზე, მას შემდეგ რაც ოჯახიდან წაართვეს. ამ დროისთვის ფრანგების მიერ შემოღებული კანონების ნაკრები, რომელიც შავ კოდექსად იყო ცნობილი, უფრო ლიბერალური გახდა. ეს ძირითადად იმის გამო მოხდა, რომ ფრანგული ლუიზიანა ესპანეთის ტერიტორიად იქცა. რეგიონში მრავალწლიანი ომების შემდეგ საფრანგეთისთვის კოლონიის შენარჩუნება ძალიან ძვირი აღმოჩნდა. ამიტომ 1762 წელს გაფორმდა ფონტენბლოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საფრანგეთმა ლუიზიანა ესპანეთს გადასცა. ესპანეთის იურისდიქციის ქვეშ მონების მიმართ მოპყრობა ოდნავ უკეთესი იყო. მათ შეეძლოთ თავისუფალ დროს ემუშავათ და დაეზოგათ ფული თავისუფლების გამოსასყიდად. ასევე კვირაობით ნებადართული ჰქონდათ მოედანზე წასვლა და აფრიკული რიტმების თანხლებით ცეკვა. გარდა ამისა, ახლა ნებადართული იყო ქორწინების მსგავსად ურთიერთობები თეთრკანიან მამაკაცებსა და ფერადკანიან თავისუფალ ქალებს შორის. მარი ლავოს ბებია, კატერინა, რამდენიმე წლით ადრე მონობაში დაიბადა. ის საბოლოოდ შეიძინა ფერადკანიანმა თავისუფალმა ქალმა და წარმატებულმა მეწარმემ, სახელად ფრანსუა პომემ. თუმცა მძიმე შრომის შედეგად მან შეძლო თავისი თავისუფლების გამოსყიდვა და როცა 42 წლის გახდა, ნიუ-ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ქალაქის უძველეს უბანში, პატარა სახლი აიშენა. პატარა სახლი, რომელიც სენტენის ქუჩაზე მდებარეობდა, მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც მარი ლავოს, ქალაქის სახელგანთქმული უდუს დედოფლის სახლი. მარის დედაც მონობაში დაიბადა, მაგრამ რადგან გულმოდგინედ მუშაობდა თავის მეპატრონეებთან, მხოლოდ 18 წლის ასაკში გაათავისუფლეს. 1800 წლის ოქტომბერში, სან-ილდეფონსოს მესამე ხელშეკრულების შედეგად, ესპანეთის მმართველობა ნიუ-ორლეანსსა და ლუიზიანაში დასრულდა. ამ ხელშეკრულებით ესპანეთის იმპერია ლუიზიანას საფრანგეთს დაუბრუნებდა პარმის საჰერცოგოს სანაცვლოდ. თუმცა ნაპოლეონ ბონაპარტმა მალე გადაწყვიტა, რომ ეს უზარმაზარი ტერიტორია არ შეენარჩუნებინა. ჰაიტიში რევოლუციამ და გაერთიანებულ სამეფოსთან ურთიერთობების გაუარესებამ ნაპოლეონი აიძულა ლუიზიანა ახლად დაარსებული შეერთებული შტატებისთვის 1803 წელს $15 მილიონ გაეყიდა. 1812 წლის აპრილში ლუიზიანა ოფიციალურად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მე-18 შტატი. თუმცა მანამდე ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა შტატებისგან. სხვადასხვა კულტურების დიდი გავლენის გამო ფრანგული იყო მთავარი სალაპარაკო ენა.
ოფიციალური დოკუმენტები ესპანურად იყო და ოფიციალური რელიგია კათოლიციზმი იყო. გარდა ამისა, ბევრი თეთრკანიანი სამხრეთელი წინააღმდეგი იყო იმ აზრის, რომ ფერადკანიანებს შეეძლოთ მონების ფლობა და ბიზნესის ქონა და რომ მონებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლება მოეპოვებინათ. მარი ლავო შესანიშნავი მაგალითი იყო იმ კულტურული მრავალფეროვნებისა, რომელიც ნიუ-ორლეანში არსებობდა. ის იყო თავისუფალი ფერადკანიანი ქალი, აფრიკული, ინდიელი და ფრანგული წარმოშობით. მისი ადრეული ცხოვრების დეტალები მწირია, მაგრამ ცნობილია, რომ ბავშვობაში ის თითქმის ყოველ დღე ესწრებოდა მესას. მარი სავარაუდოდ ბებიის სახლში გაიზარდა, სადაც ის თმის სტილისტობას სწავლობდა. ნიუ-ორლეანში რომაულ-კათოლიკური რიტუალები ვუდუსთან იყო შერწყმული. მაგალითად, მიმდევრები ღმერთის სწამდათ, მაგრამ ასევე წინაპართა სულებთანაც ურთიერთობდნენ. ვუდუს რიტუალებმა მარიე დაინტერესა. ამ პრაქტიკების მრავალი დედისგან და ბებიისგან გადაეცა. 1819 წლის 4 აგვისტოს მარიე ლავომ სენტ-ლუისის ტაძარში ჟაკ პარიზე იქორწინა. ამ ურთიერთობის დეტალები მწირია, მაგრამ ცნობილია, რომ ჟაკი თავისუფალი ფერადკანიანი კაცი იყო, რომელიც დურგლად მუშაობდა. ის ჰაიტის რევოლუციის დროს ათასობით სხვა ადამიანის მსგავსად ლტოლვილად ნიუ-ორლეანში გაიქცა. მარისა და ჟაკის ურთიერთობა ქორწინებამდე რამდენიმე წლით ადრე უნდა დაწყებულიყო, რადგან მათ 1817 წელს ქალიშვილი ფელისიტე შეეძინათ, ხოლო 1820 წელს მარიანში. სენტ-ლუისის ტაძრის ნათლობის ჩანაწერები ამას ადასტურებს. თუმცა 1820-იან წლებში მარის ქალიშვილების ყველა ჩანაწერი გაქრა. შესაძლოა ისინი გარდაიცვალნენ. ამასობაში სხვები ვარაუდობენ, რომ მათ სინამდვილეში შვილები არ ჰყავდათ. ჟაკ პარიზი, როგორც მიიჩნევენ, 1820 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი გარდაცვალების დოკუმენტაცია არ არსებობს, მხოლოდ განცხადებაა მისი ქალიშვილის ნათლობის ჩანაწერში. ეს მოულოდნელი გაუჩინარება მარის ცხოვრებასთან დაკავშირებული მრავალი საიდუმლოდან ერთ-ერთია. რაც ცნობილია არის ის, რომ ამ პერიოდში მან დაიწყო თავის მოხსენება როგორც პარიზის კრიუმა. მარი კიდევ ერთხელ შეყვარებული გახდა 1826 წელს ფრანგი წარმოშობის არარისტოკრატი ლუი კრისტოფ დუ მენსნილ დეგაპილიონზე. ის იყო მდიდარი თეთრკანიანი ჯენტლმენი, რომელიც ნიუ-ორლეანის ცნობილი ოჯახიდან მოდიოდა. იმ დროს რასობრივად განსხვავებული წყვილებისთვის ქორწინება აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, მათი ურთიერთობა გლაპილონის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. მოხსენებულია, რომ წყვილს 15 შვილი ჰყავდა, მაგრამ ჩანაწერების მიხედვით მარი ლუომ მხოლოდ 7 შვილი გააჩინა. სამწუხაროდ, სამმა მათგანმა ჩვილობაში გარდაიცვალა. მიჩნეულია, რომ მისი უმცროსი ქალიშვილი გახდა სახელგატეხილი მარი მეორე, მაგრამ დარწმუნებით ვერ ვიტყვით. მარიეს ცხოვრება, როგორც ნიუ-ორლეანის ვუდუს დედოფალი, ჭორებითა და ვარაუდებით არის მოცული. არავინ იცის, როგორ გახდა ვუდუს დედოფალი, თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ მან სწავლა გაიარა სენით დედესა და მარის სალობესთან, ან შესაძლოა ცნობილ დოქტორ ჯოქტორ. თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ სწორედ დედისა და ბებიის სწავლებებმა მიიყვანა იგი ამ პოზიციამდე. ზუსტად როდის მოიპოვა ასეთი გავლენა, ესეც უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს მოხდა 1840-იან წლებში. 1869 წლის გაზეთის სტატია აღნიშნავს, რომ მარი ლავო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ვუდუს დედოფალი იყო. ნიუ-ორლეანში თავისუფალი ფერისკანიანების ცხოვრება მყიფე იყო, რადგან ისინი სიღარიბისა და მონობის ზღვარზე იმყოფებოდნენ. ამის მიუხედავად, მარი თავის თანამოქალაქეებს ხარს უჭერდა და ცნობილია, რომ ქალაქში დიდი გავლენა ჰქონდა. ეს დიდწილად მისი პარიკმახერობის პროფესიის დამსახურება იყო, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ მარი ცდილობდა ყველაფერი გაეგო ნიუ-ორლეანის მოსახლეობის შესახებ. მარი ქალაქის ყველაზე გავლენიანი ქალების თმას აწყობდა და ამას თავის სასარგებლოდ იყენებდა. ის ყოველთვის ყურადღებით უსმენდა თავის ელიტური თეთრკანიანი კლიენტების საიდუმლოებებს, წუწუნსა და ჭორებს. ეს ყველაფერი მას სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებაში ეხმარებოდა, რის გამოც ბევრს სჯეროდა, რომ მას წინასწარმეტყველების ძალა ჰქონდა. მისი რეპუტაცია ისეთი იყო, რომ პოლიციასაც კი ეშინოდა მისი დაპირისპირების. ითვლება, რომ მარი ხშირად ატარებდა ვუდუს რიტუალებს თავის სახლში, სენტენის ქუჩის კოტეჯში,
ასევე ცეკვავდა კონგოს მოედანზე და ხელმძღვანელობდა ვუდუს ცერემონიებს პონტრეკენის ტბის ნაპირზე, წმინდა იოანეს ღამეს. ამბობდნენ, რომ ის ქუჩებში ისე დადიოდა, თითქოს ისინი ეკუთვნოდა და ცეკვავდა ისე, თითქოს სულიერი სამყაროს ბატონი იყო. მარი ცეკვავდა კიდეც თავის გველთან, ლიგრანდე ზომბისთან, რომელიც ნიუ-ორლეანის ვუდუისტებისთვის მთავარი გველის სული იყო, თაყვანისცემის ობიექტი. ეს სიმბოლურად გამოხატავს მის ძალას ვუდუს საზოგადოებაში. ლეგენდის მიხედვით მისი ძალები შიშს იწვევდა, რადგან არსებობდა ამბები იმაზე, რაც ემართებოდა ყველას, ვინც მას აწყენინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში სხვა ვუდუს დედოფლები იყვნენ, მისი გავლენის გამო მან ყველა მათგანზე მაღლა დადგა და ვუდუს დედოფლად იწოდებოდა. მარიმ მრავალფეროვანი უნარები ჰქონდა, ჯადოების გაკეთებიდან დაწყებული, ეგზორციზმების ჩატარებით დამთავრებული. მისმა პრაქტიკამ მას საკმაოდ კარგი შემოსავალიც მოუტანა ამულეტების, გრიგორისების გაყიდვიდან. ეს ამულეტები აფრიკაში წარმოიშვა და მიიჩნევა, რომ მათ იღბალი მოაქვთ, ან მატარებელს ბოროტებისგან იცავენ. ვუდუს დედოფალს მიიჩნევენ, რომ ის სულებისთვის მსხვერპლს წირავდა და ზოგჯერ ორაკულადაც მოქმედებდა. მისი უცნაური ნაყენები, რთული რიტმები და რიტუალები, ასევე მისი პირველი პარტნიორის მოულოდნელი გაუჩინარება, ბევრს აჯერებდა, რომ ის ეშმაკთან შეთქმულებაში იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისის ადგილობრივმა მწერალმა, სახელად ჯონ კენდალმა დაწერა. ღამის დადგომის შემდეგ შეიძლება დაგენახათ ეტლები, რომლებიც მარის კართან ჩერდებოდნენ და ელეგანტურად ჩაცმული, სახელდაფარული ქალბატონები ჩადიოდნენ და ჩქარობდნენ, რომ ეყიდათ ის, რასაც მოხუცი ჯადოქარი ყიდდა. ეჭუგარაშია, რომ ის იყო მატყუარა, მაგრამ ფული მის კალთაში ბოლო დღემდე იღვრებოდა მისი ბოროტი ცხოვრების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ბატონი კენდალი იყო იმ მრავალ ცუდად ინფორმირებულ ადამიანთაგან ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ ვუდუ რაღაც ფორმით ბნელ ხელოვნებას უკავშირდებოდა. თუმცა ეს სიმართლესთან ძალიან შორს იყო. ნიუ-ორლეანის ვუდუს მთავარი ღირებულება დაცვა და განგურნება. მარის სახლი უსაფრთხო გარემო იყო ყველასთვის, ვინც იქ ცხოვრობდა ან სტუმრობდა. ის სავსე იყო წმინდანების გამოსახულებებით და ცნობილია, რომ მარი თითქმის ყოველ დღე ესწრებოდა კათოლიკურ მესას. ეჭუგარაშია მარის ძლიერი სურვილი ჰქონდა დახმარებოდა თავის საზოგადოებას და ადგილობრივებს დახმარებას უწევდა. როცა თავისუფალ ფერადკანიან ქალებს დანაშაულში ადანაშაულებდნენ, მარი ხშირად იხდიდა მათ გირაოს, რაც მათ თავისუფლებას აძლევდა, სანამ დამნაშავედ არ ცხადდებოდნენ. გარდა ამისა, ის პატიმრებს ამშვიდებდა საკვებით, ლკვებით, ლოცვებით და მათ ხსნისკენ გზას უჩვენებდა. ასევე აღინიშნება, რომ მარიმ მრავალი ობოლის განათლება დააფინანსა და ბევრ ამერიკელ ინდიელ ქალს დაეხმარა. მისი სიკეთე სხვების მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ მას ცოცხალ წმინდანადაც კი მიიჩნევდნენ. 1855 წელს მისი ცხოვრების მეგზური ქრისტოფ გლაპიონი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მან მარი დიდი ვალებით დატოვა. ეს და მისი ქველმოქმედი ბუნება ძალიან რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა. ამის მიუხედავად, მისი ერთგულება ნიუ-ორლეანის მოსახლეობის მიმართ გაგრძელდა. ცუდმა სანიტარიამ, ქალაქის სუბტროპიკულმა კლიმატმა და ხშირი წყალდიდობებმა მრავალი დაავადების და ყვითელი ცხელების ეპიდემიების გავრცელება გამოიწვია. სამწუხაროდ, იმ დროს არსებული მედიკამენტები არ ეხმარებოდა და უბრალოდ ამძიმებდა მდგომარეობას. მკურნალობა მოიცავდა სისხლის გამოშვებას, ემეტიკებსა და საფაღარათოებს. მეორე მხრივ, აფროკრეოლელი მედდების, როგორიც მარი იყო, ბუნებრივი საშუალებები ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ეს ქალები თანამშრომლობდნენ პარიჟის მღვდლებთან და ავადმყოფებს აძლევდნენ მკვებავ ბალახეულ ჩაის და გამაგრილებელ აბაზანებს. სამწუხაროდ, სამოქალაქო ომი ახლოვდებოდა და მარისა და ვუდუს სხვა პრაქტიკოსებისთვის მდგომარეობა ბევრად გაუარესდა. რასობრივმა დაძაბულობამ ახალი კანონები გამოიწვია ნიუ-ორლეანში, მაგალითად, ვუდუს ცერემონიების აკრძალა. სამოქალაქო ომისა და ემანციპაციის გამოცხადების შემდეგ თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეები ვუდუს დისკრედიტაციას და მის ბოროტებასთან ასოცირებას ცდილობდნენ. სამწუხაროდ, ზოგიერთები მათ ცეკვებსა და რიტუალებს ორგიებად დასცინოდნენ. სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ ეს პრაქტიკები ამტკიცებდა აფრიკელების უცოდინრობას. წლების განმავლობაში მარი დაბერდა და დასუსტდა, თანდათან უფრო გაღარიბდა. ის მოგვიანებით გარდაიცვალა თავის კოტეჯში 1881 წლის 15 ივნისს. მის დაკრძალვას უამრავი და სხვადასხვა წრის ადამიანი დაესწრო, მათ შორის თეთრკანიანი ელიტის წარმომადგენლებიც.
ასევე ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა პატივი მიეგოთ იმ ქალისთვის, რომელმაც ასე ბევრს დაეხმარა. შემდეგ იგი დაკრძალეს სენტ-ლუისის პირველ სასაფლაოზე. გამორჩეულმა მწერალმა ლაფადიო ჰირანმა მას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ქალი, ვინც კი ოდესმე უცხოვრია. იმ დროის ჟურნალისტები მას აღწერენ როგორც წმინდა ფიგურას, რომელიც ავადმყოფებს უვლიდა და დაუსრულებლად ლოცულობდა გარდაცვლილებთან და მსჯავრდებულებთან ერთად. მარი ლავოს ცხოვრება და ლეგენდა დღემდე ცოცხლობს. ყოველ წელს ათასობით ადამიანი სტუმრობს მის საფლავს, ნიუ-ორლეანში. ზოგიერთი ამბავი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მისი მოჩვენება ჯერ კიდევ დაძრწის ქალაქში, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ისტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საიდუმლოთია მოცული. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არასოდეს გავიგებთ სინამდვილეში რამდენად იყო ვუდუს დედოფალი. მაგრამ მისმა ცხოვრებამ ბევრი წიგნი, სიმღერა, სატელევიზიო შოუ და ფილმი შთააგონა. თუმცა მათი უმეტესობა მის, როგორც ვუდუს დედოფლის, ძალებს უსვამს ხაზს და აზვიადებს. გამარჯობა ყველას და დიდი მადლობა მოსმენისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო Forgotten Lives, რომ დღევანდელ ეპიზოდში მიმიწვია. ის მომავალ კვირას დაბრუნდება, რომ კიდევ ერთხელ გაგართოთ ყველა. გმადლობთ მეგობრებო. ფრთხილად იყავით.